შპაკლი გაჯი ციკლოვკა. ჩემო კარგო, ძალიან ბევრი ვართ, ვინც ვიშპაკლებით და ვიგაჯებით და თუ მაინც შენც გინდა დაგაჯვა, არ არის პრობლემა, ბევრი ვართ დაგეხმარებით. ბავშვები შეგეძინათ უკვე? არა, ჯერ არა, ჩემო კარგო, დაახლოებით 3 კვირაში იქნება უკვე საქართველოში 3 წელი გამოწერეთ ტრენდიოლიდან და ველოდებით ჯერჯერობით. გუშინ ოფთალმოლოგმა დამინიშნა კონტაქტური ლინზები. მთელი დღე ასე მიდევს და ვეკონტაქტები, მაგრამ თვითონ არ შემოდის კომუნიკაციაში და ვერ ვიგებ მე უნდა ვიყო კონტაქტური თუ ლინზა. თუ ხარისხვა და გაფუჭებულია დამიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ საერთოდ არ გამოდის კონტაქტზე. ეს პირდაპირ მას რძეს წელის და ანუ ყველი და კარაქი რო გამოვშვას და ხაჭო ეგეთი მინდა რა. ეგ მე მგონი ჰიბრიდია, ხო? ხო, ჰიბრიდა რო დათესავ, მე მოვა ეს ჰიბრიდი ძროხები და აი ძროხა ყოლია, მალადეც შენ, კარგი გოგო ხარ. რაც მე ამაში შრომა მოგჩადებული. ყველს სად რეალიზებას სად უწევთ ხოლმე? თვითონ ჭამს, ესე იგი. განსრობაჭრა მე რა ყველზე გადის და ძალიან საინტერესო ფაქტორი არის. ამის კვებაში ფული აღარ გვეხარჯება მე. აუ ძალიან იწელები რა ჩვეულებრივი გოგო ხარ და არაფერი მეტი. არა მართლა ჩვეულებრივი გოგო ვარ, ჩემო კარგო მაღაზია არ გედავები, უბრალოდ მართლა ხანდახან ძალიან ვიწელები. ამის წინებზე მაგალითად კაკალი იყო ჩამოსაბერტყი და ვერ შევაქანეთ, რა ვიცი, ხა მაგასაც ძალა უნდა, სამაგიეროდ ავიწელე და ბოლომდე 3 მეტრიანი ხიდან ჩამოუკრიფე მთელი კაკალი ძალიან მარტივად. მაგალითად ხან არის რომ კურიერი აგვიანებს და შეგიძლია იმდენად სტრეიჯი ვარ გადავიწელო თბილისში და ეს ამანათი პირდაპირ ასე ჩემით მოვიტანო მოვწერო აქეთ. მე ტამხახს რამეთი საქმე რო აქვს და სულ ცხოვრებაში რა იყურებენ ხა წინა ცხრიანს იქით რო დგას ხო ეს ცხრიანი მე ცხრაზე ცხოვრობს ერთი გოგო მთელი ბინა იცის რას აკეთებს ყოველ საღამოს ეხა მაგის ქვევით რო ცხოვრობს მეშვიდეზე აი ის ქერათმიანი გოგო ხო ეს ქარს რო გაშორდა წინაზე იმან იყიდა დივანი მეორე დღეს გაქანდა ეგრევე იყიდა აი ვერ ვიტანას მიბაძა თან ხო ხო იქებიან აი და ჭორიკნები გოგო ანუ ყველა იცის აი მე პირველ სართულზე რა ის რო არის ხო იცი ის ქალი მაღაზია რობს თავისი მაგის გოგოს ყავს შეყვარებული საღამოს მოიყვანა ბენტლით გაგიშდა გვერდით მეზობელს ფანჯი დაგადაძახა იმასო ბიჭი აკითხავსო აი საზიზღარი ქალია რა მთელი ბინის ამბები იცის რაში მაინტერესებს ეხა აი იმის იქით კიდე ცხრიანი რო არის ძალიან კაი გოგო ცხოვრობს რა აი არასდროს არ მინახავს ასე ფანჯიდან დაეწყო ყურება და აი გაეჭორა ხალხი მამა აუ იქით ტობისთან ვერ მივიყვან და ისინი იყიდება ერთ ბიჭი ყიდის მაიმუნის მაკაკებს 300 განოდებით რო გამოვიყვანო აქ რო მაიმუნის პატარა მაიმუნი მაჭანდაბათ მინდა მაიმუნი ძაღლი ვერ მომიცლებია ეხლა მაიმუნი აბა ისაუარეს არა იცი რა საყვარელია გაწვრთნი ჩვეულებრივად რა თმინდა მამი აი რა თმინდა ბროს რა მიყვარს ამბობს კი შვილო რა უკვე ეხლა რა უქნა მამი საწავიყვანო მე რა ცხოველებში ძაღლებში ძაღლი მაიმუნი ბარემზო პარკს გავხსენ და ეგ იქნება ერთ ბიჭს ლომი ყავს ვეფხვი მაიმუნი სულელია და ყავს რა სულელი მილიონი ის ლომი და გატასანსრავს და გაიგებს ავარ და ისეთ საყვარელია თან ისეთ ჭრია ბავშვობაში მეც მინდოდა მე ავჩალ კი არ გამაჩენებინეს 3 კვირა მყავდა და ეს სოფელში გამიქანეს გერმანული ანუ ეს კვარაცხელია ახლა აქ რო თამაშობს იტალიის სახელით არის? აბა ეგ ხო ნაპოლშია მე რა ახლა საქართველოს ნაკრები წარმოაჩენს საქართველოს ორივე გან არის? ეს ახლა ქვეყნიდან ხო საქართველოს წარმატებულია ადრე ხვარი თამაში ანუ აქ უნდა გადმოსვლა სუდა დაეცა მოედანზე ხუთი კვარაცხელია. ეხლა რომ დაეცა რა ხდება აჯარი მეპე? რაღაც დაეჭიმა ფიქრა, საერთოდ ნამდვილად აქციის.
ჩემი აზრით ეხა ეს სპეციალურად გააკეთეს ხვიჩამ რომ ყურადღებას მოადუნებენ და ეხლა აი გაიტანს გოლს აღარ იქნებიან ეგეთი დაძაბულები ჩემი აზრით ეხლა ნახე გაიტანს გოლს მიდი ლიკა წარბზე რა წარსვი უცებ რომ გაგეზარდაო მასწავლეო სიმართლე გითხრათ მე ბავშვობიდან ერთი დიდი სქელი წარბი მქონდა ასე და რომ ხედავდი ადამიანებს მე რომ წამოვიზარდე და გავაცნობიერე რომ წესია რომ ორი წარბი უნდა იყოს შუაში გავწყვიტე ამოვიღე მე-5 კლასიდან და იქიდან ვებრძვი ესე მოდიოდა მტყელი ახლა უნდა გაჩვენოთ პელმენის unboxing-ი ან პელმენი ხორცის გარეშე იმედი მაქვს ამაში იქნება ხორცი ой як ყოფილა ვაიმე თოკო ვიპოვნე აი აბა სხვაში ვნახოთ ზოგში არ არის აი უნდა გაგიმართლოს რომ ხორცი შეგხვდეს ერთი წუთიაბა აქ თუ არის აი აქ ყოფილა ნახეთ ამას შევჭამ აუ მეშინია პარკი მაინც დაიფარე აუ კაიქეთ თორე ახლა ფაფარიც ავეშლება და შეიძლება შეგჭამო ისე მაგარი გოგოა თავისი მწირე ინტელექტითა და პროვინციული უკბილო იუმორით ქეგახდა პოპულარული მაგრამ ამის შემდეგ რა იქნება ჩემო კარგო შენ შეიძლება ძლიერი კორელაციის უნარი გვაქვს მაგრამ მე ვარ ლატენტური ცვლადი ღმერთო ამას წყალს როგორ ადენენ რომ შეწებოდეს არ ვიცი რა აუ ისე მოდი რა წყალს დავასხო გეხვეწები ვინ ხვდება თავისი წვენი გამოვიდა თუ დავასხი რა მნიშვნელობა აქვს მოიცადე მამი დრას აკეთებ ტრენდია ასეთი რა მტრედი შვილო შეჭამი ეგ ჩეხირთმა სანამ გაციებულა ვაიმე ნარკოზმა მგონი გააგიჟა ეს ბავში რაღა ვქ აუ იცი მაგარი გამოდის ჭამი მამიდ ჭამი შევჭამე ხდავდებდა ცოტა ჩქარა რო იარო კარგი მაკიაჟი კუზიასაც გაასწორებს ძალიან მიხარია როგორც იქნა რომ დაფასდა ჩვენი ვიზაჟისტების პროფესია ახლა გაჩვენებთ იმ პროდუქტებს რომლებიც საუკეთესოდ ასწორებს კუზს და ზოგადად ნებისმიერ ქირურგიული ჩარევის შესრულებას შეუძლიათ აი ნახეთ დუგლასის ტონალური დუგლასის ჰაილაითერები დუგლასის ბრონზერი და ბელაუჯის თვალის პალიტრა მე ძალიან კმაყოფილი ვარ